ირანმა ახლახან ჩაშალა სამშვიდობო შეთანხმება, რამაც დონალდ ტრამპი გადაუდებელი გადაწყვეტილების წინაშე დააყენა. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დროებითი შეთანხმების ფარფარგლებში ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადა მოხსნა, თეირანმა დაიწყო გემების გადაადგილებაზე ახალი პირობების დაწესება. მოითხოვა 48 საათით ადრე ნებართვის აღება და პირდაპირი კონტროლის დემონსტრირება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობის მარშრუტზე. ის, რაც გახსნის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, კიდევ ერთ ზეწოლის მანევრად გადაიქცა. რევოლუციურმა გვარდიამ კრიზისის ცენტრში შეაბიჯა, გავრცელდა ცნობები გემების მიმართ მუქარების შესახებ და ჰორმუზის სრუტის ირანულ ხილისუფლებამ განაცხადა, რომ არც ერთ გემს არ უნდა ემოძრავა მოქმედი ნებართვის გარეშე. ამასობაში მოლაპარაკებები, რომლებიც შვეიცარიაში უნდა გაგრძელებულიყო, გადაიდო. ლიბანი კვლავ დაბომბა ისრაელმა ჰეზბოლას ახალი თავდასხმების შემდეგ. და თეთრი სახლი ცდილობს ხელი შეუშალოს იმას, რომ შეთანხმება გადაიქცეს უფასო დათმობად რეჟიმის წინაშე, რომელიც ყოველ შესაძლებლობას იყენებს დროის მოსაგებად. ტრამპმა ფსონი ძალაზე, ბლოკადაზე, ეკონომიკურ ზეწოლასა და ირანის ბირთვული ბომბის აღკვეთის დაპირებაზე დადო. ირანმა უპასუხა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის მცდელობით ყველაზე რთულ მომენტში, რაც ცდილობს თეირანი ახლა მიაღწიოს. რატომ იქცა ჰორმუზის სრუტე ტრამპის წინააღმდეგ იარაღად? როგორ უპასუხებენ შეერთებული შტატები ისე, რომ შეთანხმება აიათოლების ხელში არ მოკვდეს? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაკვეთნებთ. კრიზისი მაშინ დაიწყო აჩქარება, როცა შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ 18 ივნისს გამოაცხადა, რომ აეღო ბლოკადა ირანის პორტებში შემსვლელ და გამომცვლელ საზღვაო მოძრაობაზე. ეს ნაბიჯი იყო მემორანდუმის ნაწილი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაიდო ომის დასასრულებლად და 60 დღიანი მოლაპარაკებების ფანჯრის გასახსნელად. ფაქტობრივად შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია ბლოკადის პირდაპირი კონტროლისგან, მაგრამ სამხედრო გემები რეგიონში დატოვა, რათა დაეკვირვებინა შესრულდებოდა თუ არა შეთანხმება. ეს იყო ტრამპის გათვლა. გაეთავისუფლებინა გზა, გამოეცადა ირანის ერთგულება და შეენარჩუნებინა საკმარისი ზეწოლა, რათა ახალი ბირთვული რბოლა აეცილებინა. პრობლემა სწრაფად გამოჩნდა. 19 ივნისს ირანმა ჰორმუზის სრუტე პოლიტიკურ და სამხედრო ნებართვაზე დამოკიდებულ ზონად გამოაცხადა. სპარსეთის ყურის სრუტის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გემებს ტრანზიტის ნებართვის მოთხოვნა მინიმუმ 48 საათით ადრე მოუწევდათ. ასევე განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების პერიოდში უსაფრთხოების, გარემოს დაცვითი და გადაკვეთის დაზღვევის გადასახადებს აღარ აიღებდნენ. ეს დათმობას გავს, მაგრამ რეალური გზავნილი სხვა. თეირანი სურს აკონტროლოს ვინ გადის, როდის გადის და რომელი მარშრუტით გადის. საზღვაო ბაზრისთვის ეს მყისიერად განგაში სიგნალი იყო. რადგან ჰორმუზი საერთაშორისო გზაა და არა ირანის რეჟიმის პირადი ბარიერი. ამ მოქმედებამ ასევე აჩვენა საშიში განხეთქილება თავად ირანში. მაშინ როცა დიპლომატიური სექტორები ცდილობენ გატიდონ იდეა, რომ მარშრუტი ღიაა, რევოლუციური გვარდია და რეჟიმთან დაკავშირებული ორგანოები ამ გადასვლას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ, გემებისთვის დაბრუნების ბრძანებების, ნებართვის მოთხოვნისა და ირანულ ძალებთან კოორდინაციის შესახებ ცნობებმა გაზარდა პრაქტიკული შეჩერების რისკი, მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა ერთიანი განცხადება, ან რა თქმა უნდა სრული დახურვა. ეს ორმაგი თამაშია, რაც კრიზისს უფრო სერიოზულს ხდის. დონალდ ტრამპი ახლა შეთანხმების ყველაზე სუსტ წერტილთან აქვს საქმე. ჰორმუზის სრუტის გახსნა იყო მთავარი ნაწილი ბაზრის დასამშვიდებლად. 18 ივნისს ჰორმუზის სრუტეში 25 კომერციული გადაკვეთა დაფიქსირდა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ომამდე ნორმალური ნაკადი ბევრად უფრო დიდი იყო. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება თავიდანვე აპარატზე იყო. ლიბანში არსებული დაძაბულობამ შემდეგი ეტაპი შეაჩერა. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები, რომლებიც შვეიცარიაში უნდა დაწყებულიყო, გაუქმდა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ახალი ესკალაცია მოხდა. ჰეზბოლამ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა პასუხად ჰეზბოლას სამიზნეებზე სამხრეთ ლიბანსა და ბეკას ველზე იერიშების სერია მიიტანა. და ის გარემოება, რომელიც მოლაპარაკებებს უნდა დახმარებოდა, კიდევ უფრო დიდ დაბრკოლებად იქცა. ირანმა პოლიტიკური პირობის სახით ისრაელის ოპერაციების ლიბანში დასრულება მოითხოვა, რათა პროცესი გაგრძელებულიყო. აქ თეირანი იყენებს ჰეზბოლას ზეწოლის ბერკეტად და ჰორმუზის სრუტეს ეკონომიკურ ბერკეტად. ისრაელმა ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით დათანხმდა ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის ახალმცდელობას, კვეთის ახალმცდელობას, რომელიც შეერთებული შტატებისა და კატარის შუამავლობით მიმდინარეობს. მაგრამ ვითარება მაინც არასტაბილური დარჩა. ზავის დაგეგმილი დროის შემდეგაც კი კვლავ გავრცელდა შეტევებისა და სამხედრო პასუხის შესახებ ცნობები.
ისრაელის სამხედრო სპიკერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები დარჩებიან ლიბანის სამხრეთ ნაწილში და გააგრძელებენ ოპერირებას საფრთხეების წინააღმდეგ. ამან გააღიზიანა თეირანი, გააძლიერა ირანული ნარატივი შეთანხმების დარღვევის შესახებ და რეჟიმს კიდევ ერთი საბაბი მისცა, რომ მოლაპარაკებების პროცესი შეეჩერებინა. ტრამპისთვის რისკი მარტივია. თუ ისრაელი ვერ აკონტროლებს ლიბანურ ფრონტს და ირანი ამას ჰორმუზის სრუტის დასაბლოკად გამოიყენებს, შეთანხმება ერთდროულად ორ ფრონტზე აღმოჩნდება მძევლად. ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანისთვის ფული მხოლოდ ხელმოწერით არ გაიცემა. მისი თქმით, ნებისმიერი ეკონომიკური შეღავათი დამოკიდებული იქნება დადასტურებულ ნაბიჯებზე, როგორიცაა გამდიდრებული ბირთვული მასალის განადგურება და ინსპექციის რეჟიმის მიღება. ვენსმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ელოდება, რომ ჰორმუზის სრუტე გრძელვადიან პერსპექტივაში ღია და გადასახადის გარეშე დარჩება. ეს განცხადება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის კრიზისის გულს ეხება. ირანს ეკონომიკური სუნთქვა სურს, მაგრამ ტრამპს არ შეუძლია, რადგან რეჟიმს ჟანგბადის მირების უფლება მხოლოდ მაშინ უნდა მისცეს, როცა რეალურ ცვლილებას დაამტკიცებს. ტრამპმაც ტონი გაამკაცრა. მან თქვა, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან სისუსტის გამო დაჯდა და არა არჩევანის გამო. ასევე დაწერა, რომ თეირანი 60 დღიან ფანჯარაში ფულს ვერ მიიღებს. მანამდე მან უკვე განაცხადა, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი ირანისთვის ბირთვული იარაღის შეძენის აღკვეთა იყო. ეს არის ხაზი, რომელიც მთელ ზეწოლას ამყარებს. მისაღები შეთანხმება არ არსებობს. თუ რეჟიმი დროს იგებს, საზღვაო მარშრუტზე წდომას იძენს და ნავთობს ყიდის და ინარჩუნებს ღია გზას ბირთვული პროგრამის აღსადგენად. მოლაპარაკება მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მეორე მხარე იცის, რომ ძალა კვლავ მაგიდაზეა. როდესაც თეირანი ითხოვს ნებართვებს, აკონტროლებს მარშრუტებს და ინარჩუნებს რევოლუციურ გვარდიას როგორც ჩრდილს გემებზე, ის ქმნის სიტუაციას, სადაც შეუძლია მსოფლიოს უთხრას, რომ სრუტე ღიაა, მაშინ როცა პრაქტიკაში კაში აშინებს მათ, ვინც მასზეა დამოკიდებული. ეს პოლიტიკური საბოტაჟია. ის საბოლოოდ არ არღვევს შეთანხმებას, მაგრამ ასუსტებს მის სანდოობას. სწორედ ამიტომ ამერიკული პასუხი სწრაფი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში დაყოვნება აშკარა სისუსტედ იქცევა. თეთრი სახლი ცდილობს ერთდროულად ორი გზავნილი შეინარჩუნოს. მსოფლიოსთვის ამბობს, რომ ტექნიკური მოლაპარაკებისთვის ჯერ კიდევ არსებობს გზა. ირანს კი აფრთხილებს, რომ ეკონომიკური ზეწოლა არ დასრულებულა. ისრაელისთვის ტრამპმა სიმშვიდისკენ მოუწოდა და ლიბანში ზავის მიღწევას სცადა. პრობლემა ისაა, რომ ირანის რეჟიმი სწორედ ამ ბზარებით ცხოვრობს. როცა ლიბანში ცეცხლი იმატებს, თეირანი გამართლებას პოულობს. როცა ჰორმუზში გაურკვევლობაა, თეირანი გაცვლის საშუალებას იღებს. როცა მოლაპარაკებები ჭიანურდება, თეირანი დროს იგებს. შვეიცარიაში მოლაპარაკებების გადადება სიგნალია საფრთხის შესახებ, რადგან ეს აჩვენებს, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ მყარი არ არის. 60 დღიანი ფანჯარა შეიძლება მახედ იქცეს, თუ ირანი ამ პერიოდს გამოიყენებს გავლენის გადასანაწილებლად, ნავთობის ნაკლები ზეწოლით გასაყიდად და ბირთვული დებატების გადადებისთვის. ვენსმა სცადა ამაზე პასუხისგაცემა, როცა თქვა, რომ ფული არ იქნება გადახდილი შემოწმების გარეშე. ტრამპმა სცადა პასუხისგაცემა, როცა თქვა, რომ ირანი დასუსტებულია, მაგრამ ნამდვილი მტკიცებულება სიტყვებში არ იქნება. ის იქნება ღია სრუტეში, გამავალ გემებში, მოცილებულ ნაღმებში და რეჟიმში, რომელსაც აღარ ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე შანტაჟის ძალა. ლიბანი კვლავ რჩება მეორე ცხელწერტილად. ჰეზბოლა ამ თამაში მარტო მოთამაშე არ არის. ჯგუფი მოქმედებს როგორც რეგიონული ზეწოლის ბერკეტი, რომელიც ირანის ღერთს უკავშირდება. როდესაც ის ისრაელს უტევს, ისრაელის პასუხისთვის სივრცეს ხსნის. როდესაც ისრაელი პასუხობს, ირანი იყენებს კონფლიქტს მოლაპარაკების შესაჩერებლად. თუ ისრაელი ყოყმანობს, თეირანი კიდევ უფრო გამოცდის მას. დღეს რეჟიმი წინასწარ გაფრთხილებას ითხოვს, ხვალ შეიძლება გადასახადიც მოითხოვოს, შემდეგ კი თავად აირჩევს, რომელი გემები გაივლიან. და როდესაც დიქტატურა ხვდება, რომ ის აკონტროლებს სასიცოცხლო მარშრუტს და ამისთვის ფასს არ იხდის, შანტაჟს მუდმივ პოლიტიკად აქცევს. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო